მეგობრებო, იცით რა შრომასთან არის დაკავშირებული? სარეცხის რეცხვა, შრობა, გაუთოვება, ისევ დაბრუნება. ისევ მერე, მოკეთ, თან არ თავდება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველდღიური შრომა და ჯაფა, რუტინა, დადიხარ, აგროვებ, შეაგროვებ მთელი ოჯახის წევრებში, მერე დაახარისხებ ფერებით, ქსოვილით, ასე შემდეგ, რაღაცნაირად გარეცხავ, წავლენ, მოვლენ, ისევ დაიყარა ეს ყველაფერი. მოკლედ, ასია თუ ისია, ეს გარდაუვალი შრომა, ეს აუცილებლად ყველას გასაკეთებელია. ხო და ახლა მე მინდა ჩვენს მაყურებელს ყველამ ერთად, თქვენი გამოცდილებით, მე ჩემი გამოცდილებით გავუზიაროთ რჩევები, რომ გაიმარტივონ შეძლების დაგვარად, რაც კი შეიძლება ესე ხრიკები მოგვეზიებინა, რომ გაიმარტიოთ ეს პროცესი. კი, რა თქმა უნდა, სარეცხ მანქანაში ვათავსებთ დასაცმელს, გავრეცხე და რომ ფენ აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი ან ჩემი მეუღლის საყვარელი სვიტრი შეყვა არასწორ ტემპერატურაზე რეცხვის სხვა რეჟიმს და სხვა ნივთებს და სულ სხვა ზომის გამოვიღეთ. ბავშვსაც რო არ ჩაეტევა ისეთის. რა თქმა უნდა, გვიყვყავს პანიკა და ვფიქრობთ, რომ რა გავაკეთო, დავმალოთ ეს ფაქტი. მე რატომ მოიკითხავ? ესე ხდება. თუ ხრიკი გაგიზიარეთ, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ ამისთვის. ესე იგი, თურმე ირკვევა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ პირვანდელი პარამეტრები იმას, რისი დაპატარავებას გამოგვიყვება. დედა როგორ დაინტერესდა? აბა. ვასწავლეთ იქ. ამისათვის შეგვჭირდება სხეულის ტემპერატურის წყალი გვჭირდება და ახლობით რომ არც ძალიან გეციოს და არც ცხელი იყოს, რა თქმა უნდა. შემდეგ ეს ბუნებრივია ეს ნივთი, რომელიც გავაფუჭეთ და დავაპატარავეთ. ამ წყალში უნდა ჩავასხათ რამდენიმე წვეთი, ან საბავშვო შამპუნი, ან თმის კონდიციონერი. ჩავასკუპოთ შემდეგ აი ამ სითხეში, რომელსაც კარგად ავურებთ, გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში, დავაყოვნოთ იქ, შემდეგ ამოვიღოთ, დავდოთ პირსახოთზე. შემდეგ გადავგრიხოთ ეს პირსახოთი, რომ ზედმეტი წყალი შეიწოვოს ამ პირსახოთმა. ხო, გადავგრიხოთ, შეიწოვა, ვიწყებ ნელ-ნელა ძველი ფორმების დაბრუნებას, ანუ ნელა ვწელავ და ეს დამარბილებელი, ასე ვთქვათ, როგორც თმას არბილებს და მორჩილს, ასე არბილებს, აი ამ ნაქსოვს, ასე ვთქვათ, როგორც ეს ნაქსოვი პატარავდება, აბა სხვა რა. და ესე ნელა უბრუნდება თავის ზომას. შემდეგ ტოვებთ აი ამავე ფორმაში გასაშრობა. თქვენ რა იცით? აბა თქვენი გამოცდილებაც მომაშველეთ. მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ როდესაც ცხოვრობდი იტალიაში, მქონდა სარეცხი მანქანა თავისი საშრობით. სულ პრობლემა იყო, რომ გარეცხავდა ეს მანქანა, შემდეგ ეს საშრობში ეს რაც გამომქონდა ეს ძირითადად პერანგები და რაღაცა ისეთი ფორმა ქონდა, რომ დაუთავებაც კი, ძალიან ძნელი იყო მის დაუჭულები იყო, ხო, იმიტომ რომ ეს რო გამოშრებოდა, მაგარი იყო ესა და მე მის დასაუთავებლად კიდე წყალს ვასხამდი და მთელი პროცედურები იყო ძალიან ესეთი ძიმე. და ესეთი ხრიკი ისწავლე? ანუ რასაკეთებ, ესე იგი, რომ ესაც აშრობ. ხო, საშრობი მანქანა გჭირდება. ხო, საშრობი მანქანა როცა გაქვს. ამ საშრობი მანქანაში იღებ ყინულს და იმის მიხედვით რომ რამდენი პროდუქტი არის გასაშრობი, აგდებ შიგნით ამ ყინულს. ვა, აი ეს პრინციპი შეუგდებ ამ დოლურაში. ხო, ცხელი ჰაერი უბერავს. ხო. ეს კუბები ნელ-ნელა გადაიქცევა ორთქლად და პრაქტიკულად ნამავს ამ შენს პერანგებს, სარეცხს, რასაც გინდა. და ეს გამოშრობის პროცესიც უფრო ისეთი რბილი ქსოვილი გამოვიქ იქიდან და შეიძლება ზოგიერთს გაუთავება არ დაჭირდეს, მაგრამ ზოგიერთი პერანგები შეიძლება დასაუთავებელი, უფრო მარტივი და დასახმარებელი იყოს. და მარტივი იქნება. რა კარგია, ზოგჯერ თეთრეულისთვის ძალიან გიტყვიანური იდეა ეს. მე იმას ვაკეთე, აი სადაც კონფერენციაზე სადაც შემოდნი და ყველავარი დაკუჭული რა ამოდის. დაკუჭულია. მე ვიცი, რასაც მოყვები. ორთხს დააყენებ, ანუ აბაზანაში. ხო, აბაზანაში, ან დუშს ჩართავ, ცხელ წყალს ჩართავ რა, შხაპს ან რაღაცას, ამებს დაკიდებ. რავი, აცალე ის საღამო და დილით არის გასისინები. უი, არ ვიცოდი ეს, რა კერავი მასწავლე. კარგი, კიდე რაც გამახსენდა მე და ბევრის თავის ტკივილია ხოლმე, ეს არის ქურთუკი ზამთრის, დუტის ქურთუკს რო ვეძახით ხოლმე, ისეთი, აი ესეთი ქურთუკი.
და რა თქმა უნდა ხდება ხოლმე განსაკუთრებით ბავშვების ხდება ხოლმე სეზონზე 1-3 მაინც გასარეცხი, იმიტომ რომ რაღაც ლაქები აქვს და ასე შემდეგ და ხშირად დგავართ თუნების წინაშე, როგორც წესი ხშირად დააქვთ ხოლმე ქიმწმენდაში. ხო. უფრო დაზღვეული ხარ იმისგან რომ არ გაგიფუჭდეს, მაგრამ ხშირად გავარ ესე ხშირად რომ უნდა, მოდი შევაგდებ რა. მაგრამ იქაც მიწვნევია არასწორი გადაწყვეტილების შედეგი. ხო და პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, გადამოწმდეს შეიძლება თუ არა მისი რეცხვა, თუ კი ამის ნებართვა მოგვეცემა, მაშინ ვიწყებთ ამ გემრიელ პროცესს. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ არის უნდა შევკრათ ყველა ელვა შესაკრავი. რაც კი აქვს ამ ქურთუკს. აუცილებელია რომ მარტო ერთი ქურთუკი გაირეცხოს ცალკე, რაც მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა მაქსიმალურად დაბალი უნდა იყოს ეს წყლის ტემპერატურა, გრილი წყალი უნდა იყოს და ასევე ესე ვთქვათ ეს ბრუნვა, ხო, გაწვრთნა, ასევე მაქსიმალურად დაბალზე უნდა დავაყენოთ იმისათვის რომ დავიცვათ ეს შიგთავსი დანაწევრებისგან და დაქუცმაცებისგან. და თავარი დეტალი რომელიც ჭირდება იმისათვის რომ შემდეგ ისე ფუმფულა გამოვიღოთ და ესე ახალი დაბანილიც უგასავით გაუშრობელი ბეწვი აქვს ეგრე რო არ იყოს დაპატარავებული. ეს გახლავთ ჩოგბურთის ბურთები მეგობრებო, რომელიც დოლურაში როდესაც ტრიალებს ის ეს ერთგვარ ბერტყვას აკეთებს და შესაბამისად ეს ფუვდება და არ იპრესება და არ იქნება ძალიან დაპატარავებული. ნუ რაც უფრო მეტი იქნება, 5 ცალი მაინც თუ იქნება, თუ ქურთუკი დიდია, კარგი იქნება ეს ყველაფერი. რაც შეეხება შემდგომ ღონისძიებას, ისევ უნდა დავაწვინოთ, გაშობთ ამ მდგომარეობაში, ცოტა უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს გაშობა, ესე. არ ვკიდებთ ხო, რომ ჩამოიწევა ფორმა და აი მხრების ზონა და ის არ დაეკიდოს, ასე ვთქვათ. ცოტა უფრო მეტ დროს საჭიროებს, თუმცა ფორმას ნამდვილად შეინარჩუნებს და ნუ ცოტა დავაყოვნოთ. ქიმწმენდასაც ხოლმე რამდენიმე დღე ჭირდება. კი ბატონო. ამიტომ შეიძლება სახში ამის გაკეთება. მე ვიცი კიდე ერთი ხრიკიან დაუთოვებაზე, რომელიც აი მე ვკითხო ყველაზე მოსაწყედი საქმეა, განსაკუთრებით ხო აი პერანგების აი მაჯასთან და აი საყელოს ის გაუთოვება ყოველთვის ამ კუთხეებში. ბევრი ღილი აქვს და გასწორება და რაღაცა იქ შეგვიძლია ანუ ჩვეულებრივ უთოს მაგიურად გამოვიყენოთ თმის უთო. ჯანჯანანა მის უთოთი სხვათა შორის ჰალსტუხსაც აუთოვებენ ძალიან მარტივი. კი, ძალიან მარტივია. როგორც თავს თმაზე შემოიცურებ, აქვე ძალიან მარტივი. ესე იგი, რას გულისხმობდა გიორგი ხოლმე გაჩვენებთ. სხვათა შორის ჩვენ ტელევიზიაშიც გამოგვიყენებია ეს კონკრეტული ნივთი, თუ კი უცებ მივხვდით, რომ რაღაცა ზონაზე რაღაცა დაიკუჭა. ეს კიდე უფრო ადვილს გახდის გაუთოვების პროცესი, იმიტომ რომ უბრალოდ დაიჭირე. მოგიდე. აქედან და უბრალოდ წაყევი. აყევი და გადასრიალდა, გადასარევა. აჰა, კაია გიორგი მართალია. თუ გვინდა რომ ტანსაცმელმა ძალიან დიდხანს შეინარჩუნოს ფერი, უნდა დავამატოთ სარეცხ საშუალებას ერთი ჩაის კოვზი მარილი. რას განებ და იქნება ხასხასა? რაც განაპირობებს ფერის მდგრადობას. ეგ არ ვიცოდი. ჩვეულებრივი მარილი. ძალიან კარგი რჩევები იყო ეს ბოლო, ძალიან პრაქტიკული, ცხოვრების გასამარტივებელი და ჩვენი ფუნქციების გასამარტივებელიც. მოკლედ, სამედიცინო საკითხებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ნამდვილი ექიმების გადაცემა, შემდგომ ძალიან სასარგებლო და ბოლოს ძალიან საყოფა ცხოვრება თემები დასრულებული, ყველაფერს ფარავთ. ხო და როგორ არ უნდა გვიყუროთ ყოველ შაბათს და ყოველ კვირას. ამ შემთხვევაში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს შაბათ დღეს, რადგანაც დღეს კვირა იყო. ამ მარტივი მიზეზის გამო. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ გიგელოდებით შაბათ დღეს. ნახოთ.